გული მიჩერდება ისე ნერვიულობ, მაგრამ იმედი ყველაფერი კარგად გვექნება რა. მსახიობებს ჩვევიათ პრემიერის დაწყების წინ, რომ იგონია, რომ არაფერი აღარ იცი, არაფერი არ გახსოვს, მაგრამ სცენაზე რო გადიხარ, გინდა არ გინდა სხვა გზა აღარ გაქვს. წელიწად ნახევარი ხო ვაკეთებდით. ნამდვილ ბოლო ერთ კვირაში დავიჯერეთ, რომ იქნებოდა სპორტი. შემოქმედებითი ჯგუფის გრძელი გზა დღეს მაყურებლის სამსჯავროსთან სრულდება. ერის პოემა, რომელსაც ბევრი ელოდა, ხელისხლება კი ვერავინ შეძლო, რობერტ სტურუას რეჟისორობით დღეს დიდ პრემიერას იზეიმებს. რუსთაველის პოემა რუსთაველის თეატრში ცოცხლდება. კიდევ ერთხელ წარმატებას გისურვებთ თითოეულ თქვენთანგანს, ბატონო დავით, ბატონო ლევან, ქეთი. აბა თქვენ ვიცით. მაყურებელთან შეხვედრა დათქმულია და სანამ მსახიობები კულისებისკენ მიიჩქარიან, თეატრის დიდი დარბაზი ხალხით ივსება. ისტორიულ წამს ცოტა უკლია. მაყურებელსა და დასს ერთმანეთისაგან მხოლოდ ფარდა აშორებს. ესე ამბავნი უცხონი, უცხოთა ხელმწიფეთანი, ვპოვენ და ლექსად გარდავთქვენ, მე მათაც სახუმარებლად. ეს რუსთაველის თეატრი. რუსთაველის. შოთა რუსთაველის სახელობის. ამ სიტყვებით მაყურებელს ამცნეს, რომ ვეფხის ტყაოსანი, სწორედაც რომ რუსთაველის თეატრში უნდა დადგმულიყო. შემდეგ კი სიუჟეტი პოემას მიუყვება. ღმერთის დიდებით იწყება და ისმის შენ ხარ ვენახიც. ამის შემდეგ რეჟისორი პერსონაჟებს გვაცნობს. ეს იყო ჩემთვის პირადად ალბათ ბედის საჩუქარი, რომ მე მომეცა საშუალება, რომ გამესახიერებინა ავთანდილი. როცა დავიწყეთ ამ ნაწარმოებზე მუშაობა, როლები არ იყო განაწილებული და რაღაც ეტაპობრივად ხდებოდა ასე ვთქვათ აღმოჩენები. მარტივი არც ერთი დღე არ იყო რეპეტიციის, არც ერთი დღე ურთულესი პერიოდი გავიარეთ. ძალიან დაძაბული იყო ჩხუბიც, ყველაფერიც რომ აქამდე მოსულიყავით. ამად ღირდა ყველაფერი. სცენაზე მალევე ჩნდება თინათინიც, რომლის სიყვარული დიდებულს პასპეტს რიგითი მოკვდავის რაინდულ გულის ტკივილს განაცდევინებს. საბრალოა, სიყვარული, კაცსა შეიგდ, გულო მოკულა. და აი ესეც ამბავი როსტევან მეფისა. ლაშქარ მრავალი, ამია. მალევე სცენაზე ვხედავთ თინათინის გამეფების პროცესს და თანასწორობაზე ცნობილ ტაებსაც მოვისმენთ. ლეგვი ლომის სასწორია. თუ იყოს თუნდა ხვადია. თამარს ვაკებდეთ მეფეს, სისხლისად წრემდა თხეული. ჩვენს ქართველ მეფესთან პარალელის შემდეგ პერსონაჟმა ერთი შედარებაც შეიძლება მოიხდინოს. რადგან თინათინ მზესა სწუნობდა, შემთხვევითი არც ის უნდა იყოს, რომ რეჟისორმა სწორედ მნათობის ადგილი განუსაზღვრა სცენაზე. მაყურებელი ვეფხისტყაოსნისთვის უჩვეულო მუსიკასაც შენიშნავს.
სპექტაკლის განმავლობაში ერთდროულად ისმის სხვადასხვა ჟანრი: ქართული მრავალხმიანობა, ინდური და არაბული მუსიკა, კლასიკა, ჯაზი და ასე შემდეგ. ემოციის გადმოსაცემად რეჟისორი მრავალფეროვნებას არ მორიდებია. აი გამოგვივიდა ასეთი ძალიან მნიშვნელოვანი აქ მუსიკა. უფრო ხულიგნობა, მე მიყვარს ხულიგნობა. ეთამაშება ჟანრებს, ეთამაშება სტილებს, მათ შორის საკუთარ თავსაც, საკუთარ მიღწევებსაც. სამაგიეროდ სადაა პერსონაჟების ჩაცმულობა, რითაც თითქოს მაყურებელთან გულახდილობას ახერხებენ. ამ და სხვა ბევრი თავისებურების გამო ასეთ გადაწყვეტას ალბათ არავინ ელოდა. სტურვას თეატრი არის რაღაც პოსტმოდერნის შემდგომი ეპოქის თეატრი. ეს არ არის ის მეფე, რომელიც წარმოუდგენიათ და არც ეს სპექტაკლია ის, რომ წარმოედგინათ ვეფხისტყაოსანი როგორ უნდა ყოფილიყო. შიში ყოველთვის იყო, მით უმეტეს ამ ნაწარმოებთან ცოტა სიფრთხილით ვიყავით. იმდენად რთულია ვეფხისტყაოსანი, რომ გასაგები გახადო და მე ეს გადმოსცე, თუ ეს გამოგვივიდა, რომ გასაგები გავხადეთ, მსახიობების მხრიდან მხოლოდ ბედნიერებაა. ურთულესი პოემა ფაქტია, რომ სცენაზე ტექსტის შეუცვლელად და თანაც გასაგებად მოიტანეს. დარბაზში ხშირად ისმოდა ცნობილი აფორიზმები, რამაც მათ შინაარსში კიდევ ერთხელ ჩაგვახედა. რასაც აგასერჩენი, რაც არა მე მინდა რომ ქართველებმა არ დაივიწყონ თავისი წარსული, ნაღმდვილი წარსული. ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა არის იქ წარსულში ისეთი, რომ ჩვენ ასეთი გაგხადა. თავარი სათქმელი რა არის ხო ეს? რაღაც სიყვარული, რომელიც აი ძალაუფლებით და პოლიტიკით შერყვნილ სამყაროში ერთ-ერთი ის ანათებს. ამასობაში სპექტაკლის საკვანძო მომენტს მიუახლოვდა და მაესტრომ ნადირობის სცენის ჩვენება ორიგინალური დეკორაციებითა და შუქჩრდილებით შეძლო. შთამბეჭდავია თავად ტარიელის, ვეფხისტყაოსნის გამოჩენაც. სპექტაკლის ბოლოს თინათინი და ავთანდილი ერთმანეთის მიჯნურობას ადასტურებენ. შემდეგ კი ქალი შეყვარებულს ტარიელის მოსაძებნად გზავნის. ფინალი ახლოვდება და ხვდები, რომ მაყურებლის ვერდიქტის დროც დგება. გასრულდა მათი ამბავი, ითრა სიზმარი ღამის. კიდევ კარგი რომ არ ჩამქოლეთ. მე სულ ველოდებოდი და პარტერში ერთი კაცის უყურებდი სულ, რომელიც ასე უყურებდა. სულ შენიშნებს აკეთებდა. ესეც მიმიკურს შენიშნებს. ეს ასწავლე არის, მე დღესაც ჯერაც სამჯერა ახლა ვითამაშეთ კი არ ვიცი. ალბათ ერთი 10 სპექტაკლი რო გავა, მე რაღაცას დავიჯერებთ, რომ უი, რაღაცა ვითამაშეთ. ყველაფერს დრო იტყვის, ფაქტი კი ერთია. პოემის დადგმა მხოლოდ ერთმა ადამიანმა გაბედა და ვეფხისტყაოსანს დღეიდან ახალი ავტორი ჰყავს. ოღონდ ამჯერად რუსთაველის თეატრის სცენაზე.